მოგესალმებით, მე ვარ ლევან დულიაშვილი და ჩვენ დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება ფუნქციები. ფუნქცია ეს არის პროგრამის სახელდებული ფრაგმენტი. სხვადასხვა ინსტრუქციების ერთობლიობა, რომლის განსაზღვრაც ხდება ერთხელ, მაგრამ გამოძახება შეიძლება მრავალჯერ. ფუნქციის შექმნა ხდება შემდეგნაირად, მოდი ვნახოთ. ანუ ეს არის ფუნქციის სახელი. შემდგომ აქ შეგვიძლია გადავცეთ პარამეტრები და აქ შეგინით უკვე იწერება კოდი, რაიმე სკრიპტი. ფუნქციის გამოძახება უკვე ასეთნაირია, ანუ სახელი და შემდგომ ჭრილებს უწერთ და წერტილი მძიმე. myFoo არის ფუნქციის სახელი, ანუ იდენტიფიკატორი. ფუნქციაში შეიძლება გამოყენებული იქნას ლოკალური ცვლადები. ფუნქციაში აღწერილ ცვლადებს ეწოდება ლოკალური ცვლადი. ლოკალურ ცვლადებთან ცდომა შეიძლება მხოლოდ ფუნქციის შიგნით. მაგალითად, როგორც ხედავთ, შევქმენი ფუნქცია, ხოლო შიგნით შევქმენი ლოკალური ცვლადი, რომელსაც მივანიჭე hello და alert-ით გამოვიტანე ეს message. შემდგომ ეს რა თქმა უნდა აღწერეთ, ჯერ არც არაფერი მოხდებოდა, უარ გამოგვეძახა და შემდგომ გამოვიძახეთ ეს ფუნქცია, ანუ აღიძრა აქ უკვე ფუნქცია და შემდგომ დაბეჭდავს hello-ს. იმისათვის რომ დავწმუნდეთ, რომ მართლაც ეს არის ლოკალური ცვლადი და ამ სკოუპის გარეთ ეს ცვლადი მკვდარია, დავბეჭდოთ და ამ შემთხვევაში დაფიქსირდება შეცდომა, რადგან ცვლადი მხოლოდ ფუნქციაში ჩანს, რადგან შიგნით არის ფუნქცია შექმნილი. მოდი გავუშვათ და ვნახოთ, რომ მართლაც ესეა. გავუშვათ და გამოვიტანა hello. შემდგომ კონსოლში თუ შევალთ, როგორც ხედავთ, გამოვიტანა message is not defined, ანუ განსაზღვრული არ არის ეს message. ანუ სწორედ შეგელოთ, ხო? ეს message არის ლოკალურად მხოლოდ ფუნქციის შიგნით ცოცხალი. შემდგომ რომ გამოვიძახეთ ფუნქციას, აღიძრება ეს ფუნქცია, შესრულდება ეს კოდი და ეს message ამ სკოუპს რო გასწდება, მოკვდება ისევ ეს ცვლადი. და შესაბამისად აქ რომ ვცდილობ მასზე წვდომას, ის უკვე არ არსებობს და აქედან გამომდინარე ფიქსირდება შეცდომა. ფუნქციაში შეიძლება გამოყენებული იქნას გარე ცვლადები. ანუ ფუნქციის გარეთ ასე ვთქვათ, აღწერილი ცვლადები. მოდი ვნახოთ. როგორც ხედავთ, შევქმნით ფუნქციის გარეთ ცვლადი city, სადაც შევინახეთ სტრიქონი, სადაც წერია თბილისი, შემდგომ შევქმნით ფუნქცია და message დავუმატეთ hello და ეს ჩვენი city. შემდგომ ვეჭდავთ ამ message-ს, ანუ alert-ში გამოგვაქვს და ვიძახებთ ამ ფუნქციას, რაც დავწერეთ. შესაბამისად, ეს თბილისი, როგორც ხედავთ, ჩანს ამ ფუნქციაში, რადგან გლობალურად გარეთ გვაქვს შექმნილი. ამაში რომ დავწმუნდეთ, მოდი გავუშვათ. hello თბილისი. ბატონო გამოიტანა. ფუნქციაში შესაძლებელია გარე ცვლადის არა მარტო წაკითხვა, არამედ მნიშვნელობის შეცვლაც. მაგალითად, გარეთ არის ეს city გამოცხადებული, შემდგომ ამ city-ს ფუნქციის შიგნით ვანიჭებ სხვა სტრიქონს. ანუ მოხდა გარე ცვლადზე ახალი მნიშვნელობის მინიჭება. და შემდგომ ანალოგიური message-ი ვიმახსოვრებ hello-ს და ვუმატებ ამ ქალაქს. და შემდგომ ვიძახებ ამ ფუნქციას და ასევე ვეჭდავ ამ გარე ცვლადს city-ს, ანუ გლობალურ ცვლადს. მოდი ვნახოთ. სარგინდა hello რუსთავი და რუსთავი, ანუ თბილისი აღარ არის, მართლაც გადაერქვა სახელი ფუნქციის შიგნით. ესე იგი, მთლიანი სკრიპტის დონეზე აღწერილ ფუნქციას ეწოდება გლობალური ცვლადი. ზემოთ მოყვანილ მაგალითში ცვლადი city არის გლობალური. აქაც. მოდი ახლა ვნახოთ ფუნქციის პარამეტრები.
გამოძახებისა ფუნქციას, ასე ვთქვათ, ფუნქციის გამოძახებისას შეიძლება გადაიცეს მონაცემები, რომლებსაც შემდგომ იგი გამოიყენებს. მოდი ვნახოთ. ავწერეთ ახლა ისეთ ფუნქცია, რომელიც იღებს ორ პარამეტრს, from და text სიტყვაზე. შემდგომ ეს from-ი უდრის რაღაც დამატებული ფიფქები, დამატებული from-ი და დამატებული კიდე ეს ფიფქები. და შემდგომ ბეჭდავ ამ from-ს plus ეს space-ი და შემდგომ ტექსტი. შემდგომ ამ ფუნქციას რო ვიძახებ, ითხოვს ამ პარამეტრებს. გადავეც მაგალითად zero, hello და მეორეშიც zero, hello. მოდი გავუშვათ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. zero, hello, ეს ფიფქები დაამატა როგორც ხედავთ და მეორე შემთხვევაშიც დაამატა ეს ფიფქები და მიიღო ეს ჩვენი ტექსტი. ანუ გარედანაც შეგვიძლია ეს პარამეტრები გადავცეთ. კი ბატონო, როგორ ერთი რამე დავიმახსოვროთ, რომ პარამეტრები კოპირდება ფუნქციაში აღწერილ ლოკალურ ცვლადებში. ფუნქციის პარამეტრების, ანუ არგუმენტების მითითება შესაძლებელია არა მხოლოდ ფრჩხილებში, როგორც ეს მოყვანილი შემთხვევაშია, არამედ თავად ფუნქციის ტანშიც. ანუ სიტყვა გასაღებ არგუმენტ დახმარებით. ეს არის ცვლადი, რომელიც თავის თავში მოიცავს ერთგვარ მასივს. ამ მასივის ელემენტები კი წარმოადგენენ ფუნქციის არგუმენტებს. მოდი ვნახოთ. არსებობს ასეთი სინტაქსი არგუმენტების გადაცემის, შეგვიძლია ესე ავწეროთ და შემდგომ შიგნით გამოვიყენოთ ეს არგუმენტები ფუნქციაში. შესაბამისად ამ არგუმენტებს დაიჭერს ეს არგუმენტ keyword-ი და გადასცემს arrays. დავწმუნდეთ თამაში, მოდი ეს დავბეჭდოთ. თუ არ ბეჭდოთ, საერთოდ კი კონსოლში დავბეჭდეთ. მოდი ახლა ვნახოთ ინსტრუქცია return-ი რას აკეთებს ფუნქციაში. ხშირ შემთხვევაში საჭიროა ფუნქციამ დააბრუნოს რაიმე მნიშვნელობა და ეს მნიშვნელობა გადაეცეს კოდს, რომლიდანაც მოხდა ამ ფუნქციის გამოძახება. მნიშვნელობის დასაბრუნებლად გამოიყენება დირექტივა return, ანუ ეს return keyword-ი. ის შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილას ფუნქციაში, როდესაც JavaScript-ის ინტერპრეტატორი ხდება ინსტრუქცია return-ი, ის წვეთს ფუნქციის მუშაობას და აბრუნებს იმ შედეგს, რომელიც return-ის გამოძახების მომენტში აქვს ფუნქციას. მუშაობის გაგრძელება არ ხდება არც მაშინ, თუ return-ის შემდეგ კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, ოპერატორებიცაა. მაგალითად, გვინდა მართკუთხედის ფართობის დათვლა. მოდი ვნახოთ. ამ შემთხვევაში შევქმნით ფუნქცია, რომელსაც დავარქვი ფართობი და გადაეცემა ორი ცვლადი a და b. შემდგომ c უდრის a გამრავლებული b-ს და შემდგომ ვაბრუნებ ამ c-ს. შემდგომ ამ ფუნქციას ავძრავ, ვიძახებ და ვიმახსოვრებ ის დაბრუნებული მნიშვნელობას სამკუთხედ ფართობ ცვლადში და შემდგომ ვბეჭდავთ ამ სამკუთხედის ფართობს. მოდი დავასეიროთ, ვნახოთ. და შედეგი არის მართლაც 10. კი ბატონო, ანუ იმ შემთხვევაში თუ ფუნქციამ არ დააბრუნა მნიშვნელობა, ან return, ასე ვთქვათ, მითითებულია პარამეტრის გარეშე, ითვლება რომ ფუნქციამ დააბრუნა undefined. მაგალითად, მოდი ვნახოთ. ამ შემთხვევაში შევქმნი ფუნქცია და ვარქვი do nothing და შიგნით სარიელია, ხო? შესაბამისად ამას რო გამოვიძახებ, undefined იქნება. ამ შემთხვევაში თუ do nothing-ია და return-ი და არაფერს არ ვაბრუნებ, ამ შემთხვევაშიც undefined იქნება. ანუ ამას გულისხმობდი. ახლა რას ნიშნავს რეკურსია? რეკურსია არის მოვლენა, როდესაც რომელიმე ფუნქციაში ხდება ამავე ფუნქციის გამოძახება. ამა თუ
რთული ამოცანის ამოხსნის პროცესში შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც იგივე შინაარსის შედარებით მარტივი ამოცანების ამოხსნის ერთობლიობა. მაგალითისთვის განვიხილოთ რიცხვის ახარისხების ალგორითმი. ფოუ გადაეცემა ორი ცვლადი, ხო, x და n. ეს ამოცანა შეიძლება წარმოვიდგინოთ ამავე სახის უფრო მარტივი ამოცანების კომპლექსად. მოდი ვნახოთ. ესე იგი, xn-ი უდრის x-ი გამრავლებული xn-1-ს. ეს არის პოუ, ხო, და ანუ ესეთი ფუნქცია უნდა ჩავწეროთ ახლა. კი ბატონო, მოდი ავწეროთ. სანამ ავწერე, მოდი ამასაც ვიტყვი, რომ გამოვთვალოთ, ანუ 2 4-ის ხარისხში და წარმოვადგინოთ ეს გამოსახულება როგორც შედარებით მარტივი, ესე ვთქვათ, საფეხურების თანმიმდევრობა. მაგალითად ესე იქნებოდა, ხო? ესეთი რაღაც. მაგრამ მოდი ახლა პირველ ბიჯზე საჭიროა დაითვალოს ფოუ 2-3, ხო? ამიტომ ესე იგი, როგორ მოვიქცეთ? გადავდივართ მეორე ბიჯზე. შემდეგ უნდა დაითვალოს ფოუ 2-2, ამიტომ გადავდივართ მესამე ბიჯზე, შემდგომ მეოთხეზე და უნდა გავჩერდეთ, რადგან რიცხვის პირველი ხარისხში აყვანის შედეგი ისე იგივე რიცხვი იქნება, ხო? რიცხვი რო ერთზე გაამრავლო, ხო ისევ იგივე არაფერი იცვლება. ამიტომ ტყუილა რაღაც თუ გავამრავლოთ. ამის შემდეგ მეოთხე ბიჯზე მიღებული შედეგი გამოიყენება მესამე ბიჯში და ასევე ასე ავდივართ პირველ ბიჯამდე. რაც გვაძლევს შედეგს, მოდი დავწეროთ პარეგამ ახლა ეს ფუნქცია. ეს რეკურსიულად და მივხვდებით უფრო. ესე იგი, შევქმნით პოუ ფუნქცია, რომელსაც გადაიქცემა x-ი და n-ი და ვამოწმებ ეს n-ი თუ არ უდრის 1-ს, ესე იგი x-ი გავამრავლოთ და დააკვირდით რაზე ვამრავლებ? ამ ფუნქციას ვიძახებ, ისევ იგივე ფუნქციას, ანუ ფუნქციაში ვიძახებ თავის თავს, რომელსაც გადავცემ პარამეტრად x და n-1. შესაბამისად ეს რეკურსიულად ისევ ამ ფუნქციას გახსნის, შემოვა, შეამოწმებს n-ი თუ არ უდრის 1-ს და ასე შემდეგ ესე გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში x აბრუნებს, ხო? შესაბამისად რომ გადავცეთ 2 და 3, ამ შემთხვევაში მივიღებთ 8-ს, ხო? ნახოთ. გავუშვათ. კი ბატონო, მივიღეთ 8. ესე იგი 2-ის ხარისხად 3 არის 8. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ფუნქცია პოუ რეკურსიულად იძახებს თავის თავს, სანამ n-ი არ გახდება 1-ის ტოლი. ჩვენი გაკვეთილი გამით დასრულდა, კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.